მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის თემაა სტუდენტთა მრავალფეროვანი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები პროფესიულ განათლებაში. და რაც მთავარია, ამ გამოწვევების დასაძლევად საჭირო მხარდაჭერის სტრატეგიები. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეუქმნათ თითოეულ სტუდენტს წარმატების თანაბარი შესაძლებლობა. გამოწვევის მიმოხილვა. ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. სასიხარულოა, რომ ჩვენი პროფესიული განათლების სისტემა ყველასთვის ღია ხდება. თუმცა ეს მრავალფეროვანება წარმოშობს ახალ გამოწვევას. როგორ დავეხმაროთ იმ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა ბარიერის გამო გარიყვის რისკის წინაშე დგანან? მათ ჭირდებათ არა უბრალოდ წვდომა, არამედ მიზნობრივი მხარდაჭერა, რათა სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ფესვგადგმული პრობლემა გენდერული სტერეოტიპებია. ქალებს ხშირად ეუბნებიან, რომ გარკვეული პროფესიები მათთვის არაა. ამის დასაძლევად ჩვენ გვჭირდება სამი რამ. პირველი, მიკერძოებისგან თავისუფალი კარიერული კონსულტაცია. მეორე, თანამედროვე და ინკლუზიური სასწავლო მასალები. და მესამე, მოქნილი გრაფიკი, რომელიც ქალებს ოჯახური ვალდებულებების და სწავლის შეთავსების საშუალებას მისცემს. ლინგვისტური და კულტურული ხიდების მშენებლობა. ლინგვისტური და კულტურული უმცირესობებისთვის მთავარი ბარიერი ხშირად ენა და უცხო გარემოა. გამოსავალი ენობრივი მხარდაჭერის გაძლიერებაა, მაგალითად მოსამზადებელი კურსებით. ამასთან ეკონება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურულად მხსნობიარი გარემო შექმნა, რომელიც პატივსცემს ყველა სტუდენტის რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს და ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთობას. სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული სტუდენტები ხშირად ორმაგი წნეხის ქვეშ არიან, ფინანსური და ფსიქოლოგიური. მათთვის განათლების მიღება ფუფუნება არ უნდა იყოს. ამიტომ სისტემამ უნდა უზრუნველყოს პირდაპირი დახმარება, სტიპენდიები, საცხოვრებელი, ტრანსპორტილება. ესეც ტრანსპორტის ბარათი და ბინის გასაღები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ ტრავმასთან გამკლავებასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის. შშმ და ssm სტუდენტების ჩართულობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები საზოგადოებაში. მეორე, ჩვენს მასწავლებლებს უნდა მივცეთ ცოდნა და ინსტრუმენტები, რათა შეძლონ სასწავლო პროცესის ადაპტირება. და ბოლოს, სასწავლო გარემო. შენობებიდან დაწყებული სახელმძღვანელოებით დამთავრებული, ფიზიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. ინტერსექციულობის პრინციპი. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტუდენტები არ არიან ერთი რომელიმე იარლიყის მატარებლები. მაგალითად, სტუდენტი შეიძლება იყოს ერთდროულად ქალი, ლტოვილი და მარტოხელა დედა. ამას ინტერსექციულობა ქვია. თვითეული ეს იდენტობა მას უნიკალური გამოწვევების წინაშე აყენებს. შესაბამისად, ჩვენი დახმარებაც კომპლექსური უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ყველა ამ ფაქტორს ერთად. დაასკვნა და სამოქმედო გზები. შეჯამების სახით, ჭეშმარიტ ინკლუზია მოითხოვს ერთიან ძალისხმევას. ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციის ან მხოლოდ მასწავლებლის საქმე. ეს არის სისტემის, პედაგოგებისა და თავად სტუდენტების ერთობლივი მუშაობის შედეგი. უსაფრთხო გარემო შექმნით, მიზნობრივ დახმარებით და რაც მთავარია, თითეული სტუდენტის მოსმენით, ჩვენ შევძლებთ ავაშინოთ პროფესიული განათლების სისტემა, სადაც ყველას ექნება წარმატების მიღწევის რეალური შანსი. გმადლობთ ყურადღებისთვის.